ხა რადგან უნდა ვისაუბროთ ეს ფენომენი, ეს ტერმინი, აქამდე გაგონილი მქონდა მხოლოდ ორი იპოსტაში. ერთი იყო ძალიან საინტერესო პროექტი მუსიკალური, რომელსაც ერქვა ენიგმა და მეორე, ხა რახან მეორე მსოფლიო ომი მიყვარს, გერმანელების საზღვაო კოდი იყო ცნობილი ენიგმა, რომელიც კემბერბეჩმა გახსნა ერთ-ერთი ფილმის მიხედვით. აი ეს მეტი ენიგმა მე არ ვსმენია. ფილმია. კაი ფილმია სხვათა შორის. მაგრამ აღმოჩნდა რომ კომუნიკაციასაც ქონია თავისი ენიგმა და ამაზე ძალიან კარგი სალექციო კურსი აქვს ქალბატონს, რომელიც ახლა სტუმრობს ჩვენს ეთერს. ეს გახლავთ ანა ჯალაღონია, იურისტი, მოგესალმებით ანა, სასამართლო მედიატორი, ფასილიტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის ექსპერტი, აი ესეთი გრძელი ფასილიტაცია რა არის აქედან დავიწყოთ და ყველაფერს მოგახსენეთ პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მადლობა თემიდან. როგორ მოაღწიეთ ანა ეს? მაინც თოვლიდან გამომდინარე. როდესაც არსებობს мотивация, გზები, ესე იგი. ანუ გვინდა გითხრათ რომ მიუხედავად ამ ამინდისა, თქვენ ახახართ. რთული არის იქიდან გამომდინარე გზები ცოტა დატვირთულია, ნალექითაც და ტრანსპორტითაც, თუმცა როცა არსებობს мотивация, გზები ყოველთვის გამოიძებნება. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ამიტომ თქვენ იყავით დღეს мотивация ჩემი ისეთი მოწადინე. ძალიან ვიხარია რომ აქ ხარ. მე უკვე ყველაფერი გავიგე. რაც შეეხება საკითხს, ძალიან მომეწონა ის შესავალი, იმიტომ რომ სწორედ ეგ არის ერთ-ერთი ბაზისი, რომელმაც შესაძლებელია ინსპირაცია გამოიწვია ამ კურსის სახელწოდებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ენიგმა რა არის, თავსატეხია, როგორც ასეთი რა ვთქვა. დიახ, და სწორედ ის დეკოდირების სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში იქნა შემუშავებული, მიახლოებით იგივე პრინციპი არის მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის კონტექსტში. ანუ რას ნიშნავს? ეს არის ანუ თითოეული ჩვენგანი კომუნიკაციის პროცესში ინფორმაციის გავრცელებისას გარკვეულწილად ჩვენი ცოდნის გამოცდილების, ფსიქოემოციური მდგომარეობის და ასე შემდეგ ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის კოდირებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მსმენელის სიხურის სიხშირე იყოს ამის დეკოდირების პროცესზე ორიენტირებული. ანუ ადამიანების უმეტესობა უსმენს, იმიტომ რომ რეპლიკა გააკეთოს და არა იმიტომ რომ გაიგოს ისე თქმა მსმენელს. კი მაგრამ ადამიან მეორე ნაწილი საუბრობთ უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ შესახებ ვთქვათ და არა იმიტომ რომ მსმენელს მივაწოდოთ პრაქტიკულად ფასადური ინფორმაცია. ანუ ინფორმაციული ნაკადის სიხშირის პერიოდში ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი არსი ინფორმაციის გავრცელების. ეს არის მსმენელის ყურის სიხშირე. ხო. თუ ჩვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ არის პოტენციურ სამიზნე აუდიტორიაზე. ეს შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, შეიძლება იყოს ადამიანთა ჯგუფი და შეიძლება იყოს როგორც თქვენ შემთხვევაში მსმენელი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ავწდეთ, ანუ ჩვენი სიხშირები აცდება ერთმანეთს, FM ტალღების მსგავსი არის, მე ახლობით რო ვთქვათ, თუ ჩვენ არ გვესმის ვისთან გვაქვს საქმე, ვის ვესაუბრებით, იმიტომ რომ ეს არის თავარი პრობლემა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ და ინფორმაციას გადავცემთ, ჩვენ წინში გვაქვს კონტექსტიც, ემოციებიც, ფორმაც, წინაპირობას და ეს ყველაფერი გვინდა რომ ავტომატურად აპრიორი გაიგო მსმენელმა და ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ მას ეს ყველაფერი ის ბაზა, რაც თქვენ გადაცემისას გაქვთ, არა აქვს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს? ჩვენი მიზანი უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალურ შემთხვევაში, ან პირიქით, უარი შემთხვევაში აპრიორი წინსწრებით არსებული ჩამოყალიბებული აზრის დროს გადავცეთ ჩვენი აზრი ისე, რომ როგორც მინიმუმ სამსჯელოდ მაინც მიიღოს. პირველი პრობლემა არის ჩვენი რა? სამსჯელოდ მიიღება შეუძლოთ ინფორმაციის. თუ ჩვენ განსახილულად მივიღეთ ინფორმაცია, პირველი ბარიერი არის დაძლეული, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას გვაქვს ესეთი მიდგომა. მე მაგ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა და შენ არ მაინტერესებს. და თქვენი აზრი რომ მივიღო, ეგ არის. ანუ მე თუნდაც თქვით ლოგიკურად დაალაგეთ, იდეურად დაალაგეთ ყველაფერი, მაგრამ თუ ჩემში არსებობს წინაპირობა, ემოციური მდგენელი სახით, ან დარწმუნების სახით, ან ჩემი ინტელექტუალური შრომის შედეგის ნაწილი, რომელიც წინამდებობაში მოდის თქვენს არგუმენტებთან, შეუძლებელია, რომ მე თქვენს მიერ მიღებული ინფორმაცია, რაც არ უნდა სარწმუნო იყოს, ის გასაანალიზებლად მივიღო. ეს არის ბაზისი. მე როგორ უნდა მივახციო, რომ თქვენ ხართ, რომ მე ისე დაგაინტერესოთ, რომ თქვენ აეგეთმა ტიპმა გარკვეული ინტელექტუალური დონის, რომ თქვენ მიიღოთ ჩემი ნათქვამი. სწორედ ეს არის მთავარი ჩვენ. სწორედ ამიტომ ამბობთ, რომ ჩვენ მთავარი ნახეთ, როდესაც ადამიანები გადავცემთ რაიმე ინფორმაციას, მთავარი ჩვენი შეცდომა არის რა, რომ ჩვენ გონია თუ ლოგიკურად ავალაგებთ.
ეს საკმარისი არის. არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მას უნდა მოყვებოდეს შესაბამისი ემოციური კონტექსტი. უნდა მოყვებოდეს მსმენელის ფორმატი რა არის. ნახეთ, ადამიანებს გვაქვს ყველა ერთი ბაზისი ვართ, ჩვენ არ აღვიქვამთ ინფორმაციად ობიექტურ კონტექსტში. ჩვენ აღვიქვამთ ჩვენ ფარგლებში არსებული ფსიქოემოციური, ინტელექტუალური თუ კოგნიტური დამახინჯებების ფარგლებში. ამიტომ რა არის მნიშვნელოვანი? ნახეთ, ძალიან მომწონს ესეთი იგავი შემთხვევა არის, რომელიც მისიონერს შემთხვევა. მოგეხსენებათ, რომ კათოლიკოსებს აქვს პროზელიტიზმი ანუ რელიგიური გავრცელება მწამსის. და პირველი რაც ახორციელებს მისიონერი, როდესაც მიდის რომელიმე ახალ ხალხთან, ამ შემთხვევაში მივიდა აფრიკულ ტომთან, ეკითხება ბაზისი რა არის აღქმის სამყაროს სიკეთის ბოროტების და პირველი კითხვა დაუსვა ტომის ბელადს, რომ გაქვთ თუ არა მცნება რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. რა თქმა უნდა გვაქვს უთხრა ბელადმა, რა თქმა უნდა გვაქვს, ვიცით რა ჩამოყალიბებული გვაქვს რა არის ბოროტება და სიკეთე. შეგიძლიათ განმიმარტოთ, ეკითხება მისიონერი. რა თქმა უნდა, რა პრობლემა არის, უმარტივესია. ბოროტება, როდესაც ჩვენთან მოვლენ მეზობელი ტომიდან, წალეკენ ქალებს და ნახირს, სიკეთეა, როცა ჩვენ წავალთ და წამოვლეკთ ქალებს და ნახირს. ანუ ადამიანის ბუნება არის როგორ, ნახეთ, ის არაფასებს ფაქტს ობიექტურ კონტექსტში. ის აფასებს თვითონ რა როლი აქვს აი ამ მოქმედების ნაწილში. თუ თვითონ ახორციელებს ეს სამართლიანი აქტია, თუ მის წინააღმდეგ ეს არის უსამართლობა და შურისძიება. და ხალები თავის ტომს მოუყვანა, ესე იგი კარგი საქმე გააკეთა და კეთილი. კონტექსტს აქვს მნიშვნელობა ადამიანისთვის. აქვს მნიშვნელობა სუბიექტურად მე რა დამოკიდებულება მაქვს ამ ნაწილში. ამიტომ ამას რო თავი დავანებოთ, გვაქვს მეორე გამოწვევა. თითოეული ადამიანი ვართ განსაკუთრებული ჩვენი სპეციფიური აღნაგობი. ზოგი ვართ ლოგიკური, ზოგი ვართ ემოციური, ზოგი ვართ პირიქით ვიზუალურად ნო დავინახო რაღაცა რო სარწმუნოდ მივიღო. თითოეულ ჩვენ გვაქვს ჩვენი სპეციფიკა. და აქედან გამომდინარე, მაგალითად, ვინ როგორ ალაგებს წინადადებას რომ მივხვდეთ. ანუ მე ვფიქრობ ერთი ტიპის ადამიანია, მე მწამს და მჯერა მეორე ტიპის ადამიანია. ანუ ასეთი რამე არ მინახია ცხოვრებაში თუ ამბობს ადამიანის მესამე ტიპის ადამიანია. ანუ მარტივი არის უბრალოდ დავაკვირდეთ იმ ადამიანს, ვისაც ვესაუბრებით, სხვა რო არაფერი და ფსიქოლოგიურში ვარ გადავიდეთ, მარტივია ვიცოდეთ რა ინფორმაციული ტალღით იღებს ის სარწმუნოობას. და არ დაგვავიწყოს ესეთი მეჰრაბიანის ესეთი კვლევა არსებობს, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი სარწმუნოობის დადგენისას ეფუძნება ასეთ ფორმულას. 55% არის იმისა, რა გურ დაინახა, 38% რა ვიზუალური ფორმატი ქონდა, ამას ეს არის ჟესტიკულაცია, მიკრომიმიკები და ასე შემდეგ და მხოლოდ 7%-ია ლოგიკური კონტექსტუალური ნაწილი. გასაგებია. მაინც ყველაზე დიდი ნაწილი მაინც არავერბალურ კომუნიკაციაზეა დამყარებული. ვერთხმულება როა 4 ადამიანს ამ პრმებიუდან თვალე უკრეს და სპილოსთან რომ მიიყვანეს და აბა აღვიწერეთო და ერთმა მოგიდა კუძზე ხელი, მეორემ სხეულზე მოუწყაბონა, ერთმა ფეხებზე, ერთმა ახსენე რომ ეს არის რაღაცა ძლიერი სვეტის ამგვარი, მეორემ რაღაც კუძზე მოგიდა სათანადო, ნუ სხეულზე მის მოგიდა, მან ძალიან დიდი მასა არ თლიან, მაგრამ ვერ ახსენეს. ნუ გასაგებია პრინციპში. ნახეთ, ჩვენ ავალდებულები ვართ ეს ყველაფერი ვხат დიდი მოგალაკი, ეს ხო რაღაც სპეციფიური. არა, ნახეთ, ზუსტად მანდ არის ჩვენი ყოველს შეცდომა. და რატომ? ნახეთ, კომუნიკაცია რა არის? კომუნიკაცია არის ვალუტა. რომლის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ წარმატების მიღწევას. წარმატების მიღწევა დღევანდელ ინფორმაციულ. წარმატება რა არის? ეს შეიძლება იყოს ვიღაცის ლოიალობა, ვიღაცის მხარდაჭერა, ვიღაცის ემპათიის დამსახურება. თითოეული ჩვენგანს, როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად გვინდა საპირწონე რეაქციის გამოწვევა. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ თანადგომა, შეიძლება იყოს დარწმუნება, შეიძლება იყოს უბრალოდ რომ დამეთანხმოს რაღაცაში იმ კონკრეტულ კონტექსტში. თუ არავინ არ ვსაუბრობთ, უბრალოდ რომ ვისაუბროთ. ყველა ჩვენ გვას გაქვს რაღაცა მიზანი, ხო? ელემენტარული კომუნიკაცია დედასთან, მამასთან, შვილთან, მეგობართან, ყველასთან აქვს მიზანი. სახლისაც კი აქვს თავისი კონკრეტული მიზანი. აბსოლუტურად და მინდა გითხრათ, რომ დედები ყველაზე კარგი манипуляტორები არიან, როგორც წესი, საკუთარი თავის ჩათვლის. იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის, როგორ ვაწოდეთ ინფორმაციას, იმიტომ რომ ვიცნობ ჩვენ სამიზნე აუდიტორიას. თუ ვიცნობთ, ესე იგი შეიძლება შენ ყვებავ იმ ხალხს. ამიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია არის მიზნობრივი, ანუ რა მე მინდა საპირწონე რეაქციის გამოწვევა ნებისმიერში. უბრალოდ იმის მიხედვით, რამდენად სწორად ვახორციელებ, ვიღებ ამ შედეგს ან არ ვიღებ ამ შედეგს. თქვენ ძალიან კარგად ისაუბრეთ იმაზე,
როგორ არ ესმით ადამიანებს, მაგრამ მოდით გადავიდეთ ტექნიკებზე, აი რამდენიმე ტექნიკა ვასწავლოთ. ელემენტარული არის. როგორ შეიძლება რომ გახდნენ უფრო ეფექტურები თავიანთ კომუნიკაციაში და ვინ ელემენტარულად ჩვეულებრივი მასწავლებლები, ინჟინრები, არ ვიცი, ჩამოთვალე გაგა ნებისმიერი პროფესიის ადამიანებზე გქ ხა საუბარი ჩვენ არ ვაკეთებთ სეპარაციას. ჩვენთან სტენდაპ კულტურა კარგად არ განვითარდა. სტენდაპის არის, მაგრამ აი ეტყობა მსმენელს ან იქიდან ვერ მიდის იმპულსი, რომ ხალხმა გაიცინოს, ან ჩვენი იუმორი დაქვეით და ვერ გეტყვი. თუმცა იმას გეთანხმებით. მე შევამჩნია ჩემი თავი, რომ მე ამ ბოლო რამოდენიმე წელია მართლა მიჭირს მეგობრებზე არა ლაპარაკი. ქალაქში ყოფით მომენტში კომუნიკაცია თითქმის ყველასთან. ან მე ვუყუნებ რაღაცას ისე როგორ საჭიროა, იმიტომ რომ ვერ მიგებს მძღოლი, გამყიდველის და უკვე მივხვდი რომ ეს ხალხი არ არის ცოტა ვერ ჩემშია პრობლემა მე აღარ ვლაპარაკობ და მე ვერ გავცემ იმ მესიჯს რაც თქვენ იძახით ხო ალბათ უკვე მე ვერ ეს ორი მოძრაობის გზა არის ეს არის ორი მოძრაობის გზა როგორც თქვით ჩვენ ორივე მხარე უნდა ვიყოთ მოწადინებული რომ კომუნიკაცია შედგეს ის გამყიდველი ხალხი აბსოლუტურად არა მოწადინებული რომ გამიგოს თავს მეტას რო იწყებს დილობიანს ლაპარაკს ეგრევე არაობად გთვლის ჩვენს ქვეყანაში გამყიდველი მოლარე და საერთოდ სერვისის სივრცე პრობლემურია. მოდი ვაღიაროთ ეს რომ აი კომუნიკაციის უნარჩვევების ნაკლებობა აქვს ადამიანებს. იმიტომ რომ ძალიან დაძაბული დღეს მიზერი ხელფასი და მარკეტებზე ნუ გასაგები ყველას იმეს. ანუ ნახეთ ეს ჩაკეტილი წრე ვერ გავარღვევთ ამას თუ თითოეულმა დავიწყეთ გვერდით მყოფ რგოლთან დაკავშირების კომპარირება. ანუ ჩვენი როლი გვაქვს ამ ჩაკეტილი წრე იწყება თითოეულ ჩვენგანისგან, ხო? ხოდა ხერხები გვასწავლეთ 1-2 დიახ, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს რა ამაზე შევიხოთ, უბრალოდ მანამდე მინდა ვთქვა რა ჩვენ უნდა გამოვიდეთ კონტექსტიდან, როდესაც მე ვარ უზენაეს ჭეშმარიტების მატარებელი. ხო, როგორია ქართველები აქედან თუ არ გამოვალთ, რაც არ უნდა ხრი კი ვისწავლოთ, ყოველთვის მივალთ ჩიხამდე. ჭეშმარიტება არ არის ერთწახნაგოვანი, ის მრავალწახნაგოვანია და შედგება პროცესში ჩართული მხარეების სიმართლეებისგან. ამიტომ სიმართლე არის რაკურსობრივი, ჭეშმარიტება არის გაერთიანება მხარეთა სიმართლეების. აქედან გამომდინარე შენ თქვენზე ვიძახი, არანაირად არ ხარ ჭეშმარიტების მატარებელი. რა თქმა უნდა. არც ერთი არა ვარ, ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ჭეშმარიტება ვერ იქნება ერთი რაკურსით. აქედან გამომდინარე, როგორც კი ვიწყებთ, ყველაზე მთავარი ხრიკია უნდა დავუშვა, რომ შეიძლება რაღაცა არ ვიცოდე. უნდა დავუშვა, რომ შეიძლება რაღაცაში იმ ადამიანმა მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, ღირდეს დაფიქრება. აქედან იწყება კომუნიკაცია. კომუნიკაციის ეფექტური ფორმულა არის ესეთი, რომ ეფექტური კომუნიკაცია დგას ორ ბაზისს. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ სწორი მიმღებლობის უზრუნველყოფა და სწორი გადაწყვეტილება არასწორი თავი უნდა მოუქონო. ანუ რასაკვირველია. მე არ ვიცი, მაგრამ იქნებ შენ მითხრა და უკვე კარგი განწყობაა შენს მიმართ. ნახეთ, ნახეთ, მეორე მხარის განწყობა იწყება მე რა განწყობა მაქვს მის მიმართ. გასაგებია. მე თუ დავუშვებ პირველი ჩემ თავთან მუშაობა რომ მე არ ვარ უზენაეს ჭეშმარიტების მატარებელი. პირველი ეს არის. რამდენს ვიცნობ ესე? ანუ ეს ყველაზე რთულია, იმიტომ რომ ჩვენი ეგოსთან გვიწევს აქ კომუნიკაცია. ხო და არა და რეალურად თავდაჯერებულობა პატიმოყვარეობისგან იმით განსხვავდება, რომ მას არ ჭირდება მეორე მხარის დაკნინებით საკუთარ თავში რაღაც დაწუნება. თავმოყვარეობა რომ მე ვიცი, მაგრამ მე ვუშვებ, რომ შეიძლება მე არ ვიცოდე ყველაფერი. პატიმოყვარეობა რომ მე ვარ ერთადერთი ჭეშმარიტების მატარებელი. ესე იგი, კეთილგანწყობა და პატივისცემა აუდიტორიის მიმართ. პირველი პატივისცემა მოდის, იმიტომ რომ პატივისცემა თავმოყვარე ადამიანი მეორე ადამიანის თავმოყვარეობას პატივისცემს. ეს არის პირველი პატივისცემა, საკუთარ თავთან დაშვება იმის, რომ მე არა ვარ უზენაეს ჭეშმარიტება და მერე უკვე იწყება მეორე მხარესთან კომუნიკაცია. როცა გადავდივართ მეორე მხარესთან, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვიცით იქეთ მხარეს რა ხდება. ამიტომ თუ რაღაც ადამიანმა პირველივე გაახსნა და ვერ გაიგო, ეს არ ნიშნავს, რომ მას ინტელექტუალური პრობლემა აქვს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ ის ტალღასაც ერთმანეთს გავუგებთ. ამიტომ პირველი ეს არის შემწყნარებული დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, თუ ის თუნდაც თქვა პირველივე კომუნიკაციიდან არ გახდება თქვენი მეგობარი ან თქვენი აზრის უპირობოდ გამზიარებელი. პირველი პატივისცემა თავის და მეორე მხარის, მეორე დაშვება იმის, რომ
ნახეთ, ძალიან მთავარი ფრაზა რა არის, რომ გავიგოთ ადამიანთა კომუნიკაცია როგორ შეგვიძლია. იაზროვნეთ და მიეცი სხვა საზროვნების უფლება. თუ ანუ ნახეთ, თუ მე სხვა საზროვნების უფლებას მე ვუშვებ, რომ ის შეიძლება მე არ მეთანხმებოდეს. და ასევე ვუშვებ, რომ არ არის აუცილებელი ის მე რომ რაღაცას ხედავ თეთრად, ისიც ხედავდეს, რომ ეს თეთრი. ანუ შეიძლება ხედავდეს, რომ შავი კოპლებიც აქვს ამ თეთრს. და ამას როგორც კი დავუშვებ, არ მაქვს აპრიორი გაღიზიანება, ეს კედელი მეშლება, რომ როგორ თქვია არის. დავინახე ჩემი თავი. მაქს ვზნობ რაღაც მომენტებში, რომ აი ბოლო პერიოდში მაქს რა თქვა. აი რა თქვა ჩემთან ისინი აფი არ მაქვს. ანუ მიწევს ძალიან სამეგობროს ვიზახი. მუდამ დაძაბული ესეთი რაღაც. ეს ნიშნობა რა ფეხბურთზე კამათობ თუ თემა შეიძლება კი ბატონო. კი. თემა შეიძლება იყოს ნებისმიერ. საინტერესო რაღაცები იკვეთება ნელა გაგა ამ საუბარში. თავარი რა არის რა ნახეთ. ეგო არის საშინელება მართალია აი მაგრამ ტოლერანტობა არის ყველაზე აი მიმღებლობა ამიტომ თქვით ან მეორე აზრის ნახეთ ძალიან მთავარი ფრაზაა ეს ვოლტერს რიშელესთან დაკავშირებით წერილში აქვს ნათქვამი რომ მე არ მეთანხმები რასაც თქვენ ამბობთ მაგრამ სიცოცხლეს დავეთმობ ამის უფლება რომ შეგინარჩუნოთ მთავარი რა არის ანუ იაზრო მთავარი ლოგიკა იაზროვნეთ თქვენ ანუ იქნებით ყოველთვის ადამიანი რომელიც არის ხისტი ის არასოდეს არ არის მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის ტოლერანტული ის აძლევს სხვა საშუალებას ქონდეს ალტერნატიული აზრი ეს შეიძლება ოჯახურ ურთიერთობას დედასთან მამასთან შვილთან ძმასთან ნებისმიერ პირთან არ არის აუცილებელი ეს ეხებოდეს რაღაცა გლობალურ საკითხებს და როგორც კი ვუშვებთ რომ ჩემი საპირისპირო აზრი არ ნიშნავს რომ ჩემი მტრული აზრია ანუ უნდა განვასხვაოთ მოსაუბრე და მოსაუბრის პოზიცია ერთმანეთისგან. ახლა მაშინ შედგება კომუნიკაცია. თუ მოსაუბრე არ გვეთანხმება და მაშინ უკვე აღვქვამ ტერს ვერ შევძლებთ ანუ წვავთ ხიდებს და არა ვაშენებთ მას ერთად. ფორმატსაც გააჩნია კომუნიკაციის, ხო? ჩვენ შეიძლება მივდივართ სპეციალურად ასეთ შეხვედრაზე, სადაც დისკუსია უნდა იყოს აგრესიული. ან პირიქით. ანუ აგრესიული ნახეთ, მოლაპარაკების ტექნიკაში, რაც ჩვენ ვსაუბრობთ, აგრესიული კომუნიკაციის ტექნიკა ძალიან იშვიათად გამოიყენება რატო? გაშნია რისთვის მიდიხარი? ანუ ეგ არის გულისხმობ, რომ ფორმატს გააჩნია. მე ჩხუბი და მუშტეკრივი უნდა მოყვეს, ძალიან მარტივად 18 წუთში მიაღწევ, უფრო ადრე, მაგრამ ანუ არსებობს მოლაპარაკების ტექნიკაში, დისტრიბუციული ტექნიკის ფარგლებში არსებობს ეს ტექნიკა, როდესაც უნდა იყო მართლა, ესე ვთქვათ, უპატივცემულო დამოკიდებელი მაღალ ტონალობაში საუბრით, უნდა იყო ხისტი, კი არსებობს, მაგრამ ეს პერიოდი, როდესაც ეხლა ხო ჩინეთია ძალიან, ადრე იაპონია იყო 80-იანებში და ამერიკელი ბიზნესმენები რომ მიდიოდნენ მოსალაპარაკებლად იაპონელებთან, უამრავი ზემოქმედების ხერხი იყო, ერთი მომეწონა ყველაზე უფრო. ისხავდნენ გამაღიზიანებელ ოდეკოლონს. ამერიკელები, რომელსაც საკმაოდ ალკოჰოლის სუნი დაყვებოდა. იაპონელებს არ აქვს შემგებლობა, კი აქვს საკე და არ ახსენს და იმდენს ვერ და ანუ დისკომფორტს ამითაც უქმნიდა ამერიკელი იაპონელი გზნობდა, ახლა სულად კი არ ხდებოდა, მაგრამ გზნობდა რომ აი რაღაცა ვერ იყო გარა, იმდენ სმუდი ალკოჰოლის სუნი მოსდიოდა საიდან. საპერწორი ტექნიკა ასაკეთებდნენ იაპონელები ჩაის ცერემონიი და აჭიანურებდნენ პროცესს, რომ მოთმინებიდან გამოიყვანათ. ისგნეს სულელებივით უყურებდნენ ამ შამის ცერემონიას. მე ვატყობ, რომ დაუსრულებლად შეიძლება დღეს ამ თემაზე საუბარი, რომ არა საათი, რომელიც მამცნობს იმას, რომ სულ რამდენიმე წამში საინფორმაციო გამოშვება დაიწყება ჩვენს არხზე. ანა ჯალაღონია იყო ჩვენი სტუმარი, იურისტი, სასამართლო მედიატორი, ფასილიტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის ექსპერტი, რომელმაც არაჩვეულებრივად ისაუბრა კომუნიკაციის ენიგმაზე, სხვათა შორის რადიოდან მოუწყებლოთ ახლა და შესაძლოა რომ სხვა თემა, სხვა დროს ჩვენ აუდიო კომუნიკაციაზე დავგვეყოთ. საუბარი ესეც ძალიან საინტერესო იქნება. ანა არაჩვეულებრივი სტუმარი იყავით, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ხო, ახალი ამბები. ეკა, შეგვიძლია რომ ახალ ამბებს დავუთმოთ ჩვენი დრო ეთერში. დიდი მადლობა ანას კიდევ ერთხელ. მადლობა დიდი თქვენ.